Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. არ ვიცი რამდენმა ადამიანმა ნახეთ, თუმცა 2 დღის წინ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები. ვის შორის, მიშა? ოპოზიციის და თავრობის? არა. დედის და ურჩი შვილის შორის. ან შეიძლება ძიძის და ურჩი ბავშვს შორის. რადგან სხვანაირად მართლა ვერ აუხსნი ამ დებატებს, რომელიც მართლა ყველასთვის საყურებელია. მით უმეტეს იმათთვის, ვინც ოპოზიციის მხარეს ხართ, რადგან არ ვიცი რატომ, თუმცა მთავრობის წარმომადგენელი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირი მთავრობიდან პირდაპირ გიხსნით, რატომ ვერ იგებთ არჩევნებს. და მე მინდა განვიხილოთ ეს ვიდეო, სრულად ვერ განვიხილავთ, რადგან საათი და 40 წუთიანია. მნიშვნელოვან მომენტებს გაჩვენებ, თუმცა მართლა დამიჯერეთ რა, დედას გეფიცებით, რომ მთლიანად სანახავია, რადგან არ ვიცი რატომ, მაგრამ ქალბატონი თია წულუკიანი გიხსნით ყველაფერს. ჩათვალეთ, რომ ვიდეო გაკვეთილი, ბავშვობაში რომ წერდით, რომ როგორ დავაყენო GTA დისკით. ეგრე რომ წერდით ხოლმე სადმე Google-ში ან YouTube-ზე, იგივენაირი ვიდეო გაკვეთილია, ოღონდ ჩათვალეთ, რომ ეხლა წერთ, რომ როგორ მოვიგო არჩევნები. და თია წულუკიანი გიხსნით ყველაფერს. საათი და 40 წუთში. მოდი დავიწყოთ ამ ვიდეოს ყურება. მოკლედ, ვინ გვახლავს დებატებში მონაწილე ადამიანები? მოდი გავეცნოთ ჯერ პერსონაჟებს. აგერ არიან. აგერ გვახლავს მსუქანი ბიძა. იქით გვახლავს, სულ იქით. სანდრო რაქვიაშვილი, თუ ვახტანგ გოგობერიშვილი, რომელიღაცაა, მოკლედ რა იაგო ხუჩიას მარჯვენა ყვევერი ან მარცხენა ყვევერი, რომელიღაცაა. და შუაში არის ყველაზე საინტერესო ადამიანი. შუაში ზის ბავშვი, რომელიც არ ვიცი რატომ აღმოჩნდა აქ, რადგან აშკარად სხვაგანაა, აბსოლუტურად ვერ წხვდება სად არის. როგორი ბავშვია, იცით, რომ უფროსები რო სხედან მაგიდასთან და ეს ბავშვი რო ყველაფერს ამტრევს და ვიღაცებთან მიდის და ფეხებში ურტყამს ან ჩანგალს ურჭობს და ესენი რომ ვერ ხვდებიან რომ ვისი ბავშვია ეს საერთოდ და რა უნდა აქ რატომ მოიყვანეთ საერთოდ და ეს ბავშვი რამეს რომ მისცემ ნამცხვარს და რომ გაისვრის იქით მე მომღერლებთან რომ მიდის და იქ მათ ურტყამს. ეგეთი ბავშვიზის აქ შუაში. მარჯვენა მხარეს გვახლავს ქალბატონი თეა წულუკიანი და ეს ტიპი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ეს ტიპი არის როგორი ტიპი, იცით რომ იმიტომ რომ უყურებთ დარწმუნდებით რომ მაგარი ტიპი, როგორი ადამიანია, მოდი როგორ აგიხსნათ. მართლა არ ვიცი ვინ არის, ლევანი ქვია, მხოლოდ ეგ გავიგე, მეტი არ ჩავძიები ვარ, არ მომისმენია გვარი და პოზიცია. მოკლედ. პოლიციელს რო ეუბნები რა, რომ გუშინ მანდ არ ყოფილო ვარ და უცებ, აბა ეს შენი ფოტო რატოა აქ? აგე გუშინ აქ იყავი. გუშინ წინდელია, კაცო. გუშინ წინდელი ფოტო. ანუ ყველაფრის ჩეკებით არის მოსული ადამიანი რა. რაღაცას რო ეტყვი, ეგრევე, აგერ დოკუმენტები, რომ შენ ტყვი, აგერ. კი, მაგრამ ეგ მაშინ, აგერ. კიდევ დოკუმენტები, აგერ ყველაფერი. ეგეთი ტიპი ყავს ქალბატონ თეას გვერდზე. მოდი დავიწყოთ დებატები. რა იქნება შემდეგ? ეს დრო დაბრუნდება, როდესაც მსოფლიო მეტნაკლებად და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი დამშვიდდება, ეს დრო დაბრუნდება, როდესაც ქართული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს იმ დროს ხელისუფლებაში, მაგრამ ასე თუ გააგრძელეს, მაშინ ქართული ოცნება კიდე ალბათ იქნება ხელისუფლებაში. შეძლებს რომ აღადგინოს ის ძველი. ეს პირველი უბრალოდ ძალიან მოკლე ჩართვა, რომ ესე თუ გააგრძელეთო ქართული ოცნება კიდე დიდხანს ვიქნებით ხელისუფლებაშიო. ესე თუ გააგრძელეთო, გავაგრძელოთ უცებ. ბიძინა ივანიშვილმა ერი არ გასწირა. ქართულმა ოცნებამ მშვიდობა შეინარჩუნა ამ ქვეყანაში. კი ბატონო. უკვე გახდებით კომპეტენტური მოწინააღმდეგე და შეიძლება ცოტა ხანში საშიშიც, მაგრამ ეს უნდა ვიდეო გაკვეთილების მეორე ნაწილი, რომ ჯერ უნდა აღიარო, რომ კი, მშვიდობა გვაქვს,
კი, მადლობა ჩვენ მთავრობას, მაგრამ და მე შეგიძლია პრეტენზიების წამოყენებაო, ანუ ქალბატონი თეა ეუბნება ამ პატარა ყვერ ბავშვს, ხომ? რომ უცქირე ჯერ უნდა აღიარო ბიძიკო რომ კი ჩვენ გვერდზე სამეზობლოში, რა ვიცი, მილიონი ადამიანი დაიღუპა, 1000 ადამიანს აწამებენ, 1000 ქალს აუპატიურებენ ყოველდღე და უნდა აღიარო რა რომ ჩვენი მტრები არიან, მაგრამ ჩვენ არ შემოგვიტიეს, ჩვენ არ ჩავერთეთ ომში და ამის გამო ყოჩაღ ჩვენ მთავრობას და მე შეგიძლია რომ მაგრამ აი ამითი და ამითი უკმაყოფილო ვარ. არა, ის მაინც ყურე. აღიაროთ ჯერ. კი ბატონო. ასევე მადლობა ჩემისთვის. ხო, მადლობა რჩევისთვის, მადლობა. ხო, კაი. უწესო ბრძოლით გვებრძვით ქუჩიდან და ხა მე რომ ამ გადაცემაში ცოტა წესები დავარღვიო, არაფერი არ მოგიეს. პირველ რიგში სულ თქვენი არის ეს გადაცემები. ამიტომ ჩვენც გვაქმევინეთ რაღაცა, ხო? თუ აქ მოხვედით საკამათოდ, მაშინ თუ თქვენი არის მთელი ეს გადაცემები ქუჩიდან და ხა მე რომ ამ გადაცემაში ცოტა წესები დავარღვიო, არაფერი არ მოგიეს. პირველ რიგში სულ თქვენი არის ეს გადაცემები. ამიტომ ჩვენც გვაქმევინეთ რაღაცა, ხო? რუსთავი 2-ზეც ეს გადაცემაც სულ თქვენია. ტევ პირველი ფორმულა, რადიო თავისუფლება, მთავარი არხი სულ თქვენია, კაც ჩვენ ხმის ამოღების საშუალება არ გვაქვს საერთოდ. ისევ წუწუნის რეჟიმში არიან. ოპოზიციას აქვს დღესდღეობით უფრო მეტი ინტერნეტ და სატელევიზიო წყარო, ვიდრე პოზიციას. დედას გეფიცებით მართლა. დათვალეთ თქვენით ხალხო და მაინც წუწუნის რეჟიმში არიან რომ ხო აბა თქვენ ყველაფერი გაგვთ და ჩვენ არაფერი გვაქვს. არა შვილო. აი ერთი რამე თქვი მთავრობის წინააღმდეგ ეგრევე გირეკავს თემურჭყონია. აი ცადოთ. და იმ დღეს მივდიოდი რუსთაველზე და იმხელა ორმო შემხვდა რომ მანქანა ჩამივარდა მთლიან და დღემდე იქ ჩავტოვე, რადგან კახა კალაძე ცუდი თბილისის მერია. ოპ, ერთწამი. დიახ, ბატონო თემურჭყონია. ჩემი დასპონსორება გნებავთ. დიახ, დავით გამ კოკა-კოლას, კი ბატონო, 30000 ლარი. დიახ, როგორც ჟურნალისტებს ხომ, ტევ პირველი ჟურნალისტი. კი ბატონო, უღრმესი მადლობა. კი, გავაგრძელებ ესე, გაიხარეთ. დამერიცხება ხო? კი. აჰა, აი უკვე გავჩნდა სპონსორი ერთი ანტისამთავრობო ხუმრობიდან წინადადებით. და ესენი წუწუნებენ, რომ თქვენ აბა მთავრობაში ხართ და ჩვენ არაფრის შესაძლებლობა. ვის არა აქვს შვილო შესაძლებლობა? წადი რამე გააკეთე, წადი ჭყონიასთან, წადი ხაზარაძესთან. ფულები უდევთ ტიპებს პაჩკებით და აი პროსტა ელოდებიან რომ ვინმე წაიღოს რა, ვინმე გამოვიდეს ანტისამთავრობო და წაიღოს ცოტა ფული. და ეს ზიზაგ და ტირის რომ აბა ეხა თქვენ ახართ და მაცდით ლაპარაკ. წადი გააჯვი შვილო, საბჭოთა კავშირი ხო არ გონია, Facebook-ი გააქვს, Instagram-ი გააქვს, TikTok-ი გააქვს. წადი გააჯვი, რამე ვიდეოები ჩაწერე, ვინ ჩემი წეგან დავიწყე და ვიტყვი. აი ესეთი თემებზე რომ ისაუბროთ, უფრო კომპეტენტურად გამოჩნდებით მეთქი, ხა გამოდის რომ ჭკუას გარიგებთ, მაგრამ აი მაგალითად თქვენ გვერდით რომ კოლეგა ბრძანდება, იმან რომ მე ჭკუა დამარიგოს, იმდენი ჩემ დროინდელ სკოლაში კი მასწავლეს, რომ მას სხვა ტონზე ველაპარაკო. თქვენ პედაგოგი, ფსევდოპედაგოგი რო ხართ, ისიც არიცით რომ მე ცოტა სხვანაირად უნდა მესაუბროთ. მე ეს ვიცი. მაგრამ თქვენთვის იმიტომ ხართ აკაცუკი მენტალიტეტში, ტვინში, არც ასაკი იცით, არც სხვის გამოცდილებას ცემთ პატივს და ტყვილებით ცდილობთ, რომ ეხლა ჩვენ აქ ბოდიში და ხო, უზრდელი სახში გეყო. აი, აზე ხართ, ანუ აი ეს არის ზუსტად აი დედაშვილურიან იმის დარიგება რა, ანუ ქალბატონ თეას ეგონა რომ მოდიოდა ოპოზიციონერებთან, რომ რაღაცა ესაუბრა პოლიტიკაზე და ამ შემდეგ და ამ დროს მოუწია ვიღაც ბავშვის აღზრდა. მაგრამ ეგეც არ დაეზარა, აი ეს არის 50 წუთი დებატებში და 50 წუთს უკვე გაარკვია რომ ეს პატარა ბავშვია რა და ეუბნება რომ
არ იციო, არც ქალთან მოქცევა იციო, არც უფროს ქალთან მოქცევა იციო, არც სტატუსით უფრო მაღალ დონეზე მყოფ ქალთან მოქცევა იციო. საერთოდ არაფერი არ იციო ამ ცხოვრებაშიო. არაფერი გამოგიuliaო, აი არაფერი გაგიგებაო რა და ესეო რო არ უნდა მესაუბროო თუ რამე გინდაო რომ შეიცვალოსო, მაგას ვერ ხვდებიო. მაგიტო ვერ მოხვალ მთავრობაშიო. და ის რას პასუხობს? რომ დიახ, დიდი ბოდიში ქალბატონო თეა შეიძლება რაღაც შემეშალა უბრალოდ ავღელდი და აი თუ შეიძლება თუნებას მომცემთ თავიდან დაგისვამთ შეკითხვას რა პრეტენზიაც მაქვს მთავრობის წინააღმდეგ. მაგას? არა. ეუბნება რომ უზრდელი ხართ ქალბატონო თეა თქვენ. კი, გოტა, შენ პრეზიდენტი გახდები შენ. შენ პრეზიდენტი გახდები, კი. ესეთი საქციელებით, ესეთი მოქცევით გოტა იქნება ჩვენი მომავალი პრეზიდენტი, მეგობრებო. თქვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი. და აი ასეთ ადამიანს მოვიდა და აქ წუწუნებს რომ ჯარიმა გადასახდები. ამისთვის ვეღარ გავაგზავნე. ხო, კიდე 9,000,000 ჯარიმა ქონია იმას გოტას და მაგაზე დაიწუწუნა წეღან რომ აბაო მეო ჯარიმები რო დამიწერეთო და მე თეა ეუბნება რომ მე აქ რაღაც ხარო წადიო ნანუკასთანო და გადაგიხდესო. აუ მართლა თლიანი ვიდეო სანახავია აი უეჭველი რა. ასე რომ თუ რამეს გირჩევთ ხოლმე ოდესმე ხო იცით ტყუილად არ გირჩევთ. ცხოვრებაში არ მერჩევია ვიდეოს ყურება და ამას უეჭველი უნდა უყუროთ. დავფარო. კიდე შეჯამება. დანო მე შემოდის ჩვენი ჩეკების კაცი, რომელსაც აი ყველაფერი ჯიბეში უდევს. აი რაც არ უნდა თქვას ამ სამმა ოპოზიციონერმა, ყველაფერი ჯიბეში უდევს, ეგრევე ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტი და აი აძრობს როგორ სასწაულ რაღაცას იცით მოკლედ ყველაფერი მეტნაკლებად ყველაფერი დავფარო ბატონმა გოტა ახსენა კურიკულუმი ბატონ გოტა ის კურიკულუმი ჩემი და ჩემი კოლეგების დაწერილია და შეიძლება ჩემი და ჩემი კოლეგების წიგნებითაც ასწავლით ამ სტუდენტებს მოსწავლეთ. ანუ ეს გოტა არის მასწავლებელი რა რაღაც სამოქალაქო განათლების თუ რაღაც არ ვიცი ხა რა საგანია სკოლაში, მაგრამ ნუ თუ არ ვწდები სამოქალაქო განათლებისა და მაგითი ამაყობს რომ სამოქალაქო განათლებას ვასწავლე და ეს გამოდის ეს თეას გვერდზე მჯდომი ადამიანი რომ აი რითიც ასწავლიო ეგ პროგრამაო იცი ვის შედგენილიაო ეს გოტა ეკითხება ვისიო ვისი და ჩემიო და აი ეს შარვალს იხდის და ყვერებს ალაგებს სახეზე ამ გოტაზე და ეს კუნინძა ნახე როგორ кайფობს. ამიტომ არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ ამას როგორ ეცინება რომ რამაგრად შეუსრულებ. მართლა აი მაგაზე მეტი შესრულება რა გინდა რომ ადამიანებს ეკამათები რომ იცით რა მე ამხელა გამოცდილება მაგ და რამე და ადამიანი გეუბნება რომ შვილო აი შენ რა სახელმწიფოებითაც ასწავლი ეგ არის ჩემი შედგენილი. მოდი აქ შუბლი მოწიე. ნახვი აქედან ახლა. ასე რომ აი ეს არის მართლა სასწაული ვიდეო. ვიდეო გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოთ, ვისაც რამე პოლიტიკური პრეტენზიები გაქვთ, რადგან ქალბატონი თეა იმენა ვიდეო გაკვეთილს ატარებს, როგორ უნდა მოიქცეთ, როგორ უნდა ისაუბროთ, როგორ არ უნდა ისაუბროთ, რა არ უნდა თქვათ, რა უნდა თქვათ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. თათან გადაობაა, ნუ ეხლა იუმორისტულად უნდა შეხედო ადამიანი რომ 1 საათი ატრაკებს და 1 საათის და 5 წუთის საუბრის შემდეგ რო ტიპი მოდის და აი შენ რასაც ბაზრობო, ეგ ყველაფერი ჩემი შედგენილიაო და ნახვი აქედანო. ნუ ეხლა ამაზე მაგარი შუტკა რაღა გინდათ. და ბავშვებიდან მე მინდა გადავიდე გმირებზე. არა, ხუმრობ რა თქმა უნდა, ბავშვებიდან ისევ ბავშვებზე მინდა გადავიდე. ოღონდ ნუ პირველ ვიდეოს რომელსაც გაჩვენებთ, ამ ბავშვზე არაფერს ვიძახი, ამაზე არ მithქვამს ეგ. მე შემდეგებზე ვიძახი, რადგან ეს პატარა ბავშვია, არასრულწლოვანი, თან ვითომეტეს შეურაცხყოფის გარეშე იძახის ყველაფერს. მოკლედ, აი ეს გახდა. რატომ არ გინდა შვილო? იმიტომ რომ ვიდეო ანუ ბავშვს არ დადეგები აქვს რა, ეხლა არც ულვაში გაუპარსავს არაფერი და გადაწყვიტა რა ვაკეთო ამ ზაფხულში და მოდი რა, ეხლა მიშა ექიმს დავაჯვამ. აი გადაწყვიტა. ნახე რა ყველაფერი ცუდათაა. რომელ ვიდეოები? მოკლედ მე მინდა ამ კაცს გამოვეხმაო, რომ ეგრეთ წოდებული მიშა ექიმს, ანუ უკვე ერთი კვირა სოციქსერში ტრიალებს ეს ვიდეოები, რომ აი ლაშამო ესე გააკეთავ ბავშვს.
ლაშამაო ესე გააკეთაო, ისე გააკეთაო, რომ აი ბავშვსაო აზიზღებსო იმას, მერეო რა გააკეთა ბიჭო. ჩაუნერგავ ის რომ საქართველოს არ უნდა უყარდესო და ასე შემდეგ. ხო, აბა რა გააკეთა. როდესაც რამე არ იცით, ძალიან ხალხო, როდესაც რამე არ იცით, მაგ დროს მოვა ნიკა 13 წლის და აგიხსნით ყველაფერს რა. და მოდი გადავახოთ ერთ წამი. ამათი ხარჯით, ამ ცნობილი ადამიანების ხარჯით გაიპოპულარულო საკუთარი თავი. ეს არის ძალიან ცუდი. სხვის ხარჯზე, როდესაც ცდილობ რაღაცის ამაღლება, რაღაცით ეს მიდის ჩემზე საუბარი. ნუ 2 წუთის მანძილზე არაფერს ცუდს არ იძახის. კეთილი ბავშვია, პატარა ბავშვი კი არა, რომელსაც აი ესე გადაუწევდი ამ თავის დებილ თმას და ესე შუბლზე და წადი ხა შენ 40 კაპიკი და ნაყინი იყიდე და წადი აქედან. თქო ვეტყოდი, მაგრამ ცუდს არაფერს იძახის, კულტურული ბავშვია, უბრალოდ ბოლოს იძახის, რომ ამ მიშა ექიმსო ცნობილი ადამიანების ხარჯზე უნდაო გაპოპულარულებაო. ნიკა შვილიკო ბიძი მისმინე მოდი შენ ვიდეოებს გადავხედოთ 500 ნახვა 1000 ნახვა 1000 ნახვა შენ სიმღერებს შენ დრედებს ამდენი ვარ ეს და ზეს აუ ნიკა კაი ახლა ზაფხულია ბავშვები ვერ გეღადავებიან მაგრამ აი სექტემბერი რომ მოვა მე რასი და ჩემზე რაც ჩაწერა ვიდეო მაგას 60,000 ნახვა აქვს ერთ დღეში და ეს მარიგებს რა 13 წლის ნიკა მარიგებს რომ ბიძი მიშა შენ ცნობილი ხალხის ხარჯზე ნუ მოკლედ კაი არ დავიწყებ საუბარს თორე შეიძლება რაღაც ცუდი წამომწდეს და ბავშვია ასე რომ არ გვინდა უბრალოდ დავილდოთ სექტემბერს რომ თავისმა კლასელებმა აუხსნან რომ ესე არ ხდება ცხოვრება ნიკუშა კაი გადავიდეთ ახლა შემდეგ სუპერ გმირზე ესენი არიან ზაფხულის რეინჯერები რომლებიც ივნისის შუა რიცხვებში იღვიძებენ ხოლმე მათ მთელი ზამთარი ეძინათ და ახლა გამოდიან საკუთარი ბუნაგებიდან რომ მიშას შეუტიონ იმ დღეს გორში ორი ადამიანი შემდეგი სუპერ გმირი მინდა გაჩვენოთ ასეთი რამეები არ ხდება რა ამას ძღრენი ქვია ეგრე მიშა ესე წამოწოლილია რა იღლის ქვეშ მუთაკა სახლში კეპკა და აი ხაო ნახეო რა უყო რა სახლში იძახის რომ დედი აი ხა ნახე რა უყო ამას მაიტა იქ დამიდგი ტელეფონი აი ხა და აი მიდი ჩამოდი და ყველა საინტერესო არის რასაც ეს საუბრობს იმიტომ რომ ნუ 1000 რამე მომისმენია ხო ეხლა თავიდანვე ვიცოდი რომ ონლაინში გინებებს მოვისმენდი უპრობლემოდ კაცო შეგუებული ვიყავი რომ ადამიანები გიჟები არიან მაგრამ ესეთი რამე პირველად ნამდვილად და არ ვიცი ანუ შეურაცხყოფად მივიღო თუ კომპლიმენტად მოდი მოусმინოთ ტანგადროსკი ამოიცვი და მინი უკარვარი პროშ ფუჩები რო დადიან და ის რო ფარფარებს და უკან დუნდულები რო უჩან და ისა კიდე ტანგადროსკი რო გამოჩნდეს და всё 10,000 ევროს მე პირადად გირისხავ აი ამ ვიდეოს ნახავ და ეგრევე გირისხავ რა ადამიანი მთხოვს რომ კაბა ჩაიცვიო ვიდეო გადაიღეო და 10,000 ევროს მოგცემო თან წამოწოლილია და თან როგორი ხმა აქვს რომ კაბა ჩაიცვი და 10,000 ევრო შედია შვილიკო მისმინე ბიძი შენ რო წამოწოლილი ხარ მაგ ძღრენიან დივანზე საფრანგეთში როზი ხარო 300 ევრო მაგ ძმაო მეტი რაღა მინდა აბა ეგალ ტოლვილად ჩავბარდი ეხა აქედან უნდა ვაგინო საქართველოს ბიძი მისმინე შვილო ძღრენიანო აქ ხალხი მუშაობთ ხალხს კი გვიჭირს მეც მიჭირს ყველას გვიჭირს ყველა მუშაობთ ყველა შეგუებულები ვართ მაგას რომ ცხოვრება მუშაობაა შენ რო ჩაეთესალე მან და ეხა რო წამოწოლილი ხარ მაგ მუთაკაზე და დედი როდისაც წახვალ სამუშაოდ აბა ხო ჩამაგიყვანე საბრანგეთში ეხა უნდა იმუშაო მიდი ეხა მიხედე ვინმესა ყველა ეგრე არ ვართ ბიძიკო მისმინე
და ეგ 10,000 евро თუ გაქვს შეგროვილი შვილო, რომელსაც ჩემი კაბის ჩაცმაში იხდი, წადი შენ ოჯახს დაეხმარე. გამიგე, რადგან ძალიან ეჭვი მეპარება. შენი ოჯახი დღესდღეობით კარგად ცხოვრობდეს, იმიტომ რომ ესეთი ძღრენის სახე რო გაგდა მართლა რაღაცა რეზინის ტუფლის სუნი რო აგდის სახეზე. იმიტომ რომ იმენა ეკრანიდან გეტყობა რა სუნიც აგდის სახეზე რა. იაფიანი რეზინის ტუფლი რო გეცვა 3 დღე გადაბმულად და მე რო გაიხადო ეგეთი სუნი აგდის სახეზე. შენ ხარ როგორი კაცი იცი, რომელიც უნდა წაეთესლოს თურქეთში და ხალხს უპრიალოს ტუფლები, უთხრას რომ უფასოაო და მერე მოატყუოს რომ ეხა გადამიხადე რამეო. ეგეთი კაცი ხარ იმენა. შენ ხარ კაცი, რომელიც ჩაეთესლა, მოპარვაც რო არ შეუძლია, ისეთი ყვერი კაცი ხარ. სირბილიც რო არ შეგიძლია. ქართველ მომპარავებს რო საქმეზეც არ მიყავთ, ეგეთი ყლე ხარ იმენა. პროსტა რო გაყენებენ რომ თუ ვინმე მოვაო თქვიო რა. ეგეთი დებილი ხარ ბიჭო. შენ რა ქვეყნის გამოსწორებაზე მესაუბრები. იცხოვრე მაგ შენი მაკრონის ემაზე შემწეობაზე. იცხოვრე ბიძიკო მაგ შენ საფრანგეთში. წადი ბიძია გაყევი ქართველებს საქმეზე, ცოტა მოშორებით დადექი და დაიყვირე თუ ვინმე მოვა, რადგან აბსოლუტურად არაფრის ტრაკი არ გაქვს. შენ ხარ ძღრენი. ძღრენი გისვია სახეზე. სახლში ზიხარ კეპკით, მუთაკა გაქვს ამოდებული იღლიის ქვეშ და მანდედან გვარიგებ ჭკუას ქართველებს, რომ იცი რა უნდა ქნათ, ეს მთავრობამ უნდა შეცვალოს ესა, ეკონომიკა უნდა გაუმჯობესდეს. დაიჯვიშე ყლეო რა ეკონომიკა შვილო. ეკონომიურად მოიხმარე ტუალეტის ქაღალდი, რომ თავიდან ძღრენი მოიწმინდო ხოლმე. ცოტა წყალიც დაისხი, რომ კეპკა არ გეხუროს მაგ ძღრენიან თავზე. დაოკდი ბიძიკო, დაიჯვი და იყავი მაგ შემწეობაზე. ვინმე ხო არ გიშლის, ვინმე ხო არ გჩაგრავს, არა? უბრალოდ ნუ აგინებ საქართველოს, ნუ შეურაცხყოფ ქართველ ხალხს, რომლებიც დავრჩით და არ წავედით ქვეყნიდან და ვწვალობთ და ვშრომობთ რაღაცას. უტრაკო ყვერები იმენა რა გამოხდნენ აქედან. ეს TikTok-ებმა არ გაამართლა, მოკლედ უყურე. 200 ნახვა. რა საკეთე? ლექსებს იძა. შეხედე. გულწანუტანო. ტანო ტატანოს კითხვამ არ გაამართლა და ჩემი ვიდეო ხია 35,000 ნახვა დააგროვა. გადავიდეთ ახლა მესამე სუპერ გმირზე. კუნინძები რამდენი იყვნენ? 4. ეს ლაშა სპლინტერია ვაფშე, ლაშა არის ამათი მასწავლებელი. ნუ ოღონდ მასწავლებლებასთან ერთად თან ცოტა ყვერებზე უთათუნებს ხოლმე. გადავიდეთ მესამეზე, მიკელანჯელო. მიშა ექიმი ხარ თუ ვიღაცა ჩემი ყვერის კაკალი. ეგრევე TikTok-ზე გინებით იწყებს. ეს რა ვაშკაცი იქნება. ესეთი ხალხია, რომლებიც ესე წვანან, ამის დომინიკ ტორეტო ცხვირპირი მოვტყანი მე. ამის მანქანა მინდა გაჩვენ. ეს არის მაი ავტოზე ზის რა ეს ყვერი ესა. ათვალიერებს მანქანებს. შეხვდა ყვითელი ფიტი, ჯერ ხო დაევაზა. ყვითელი 2004 წლიანი Honda ფიტი. გადაურეკა ეგრევე ლაშას და იმ ტიპს, მეორე ტიპი რო ყავთ მუთაკაზე წამოწოლი. ნახე აბა ნახე რა მაგარი ყვითელი ფიტი დავითრიო. იმათაც მოუწონე. მე ჩაერთო ის ტიპი, ის ბავშვი. ის 16-13 წლის ბავშვი როა. ის ჩაერთო და რაღაცა აკლიაო რა და ესეც დაფიქრდა. რაღაცა აკლიაო და ეს დაუმატა კაპოტზე. ამის დომინიკ ტორეტო კარგის ტრაკი მოვტყან, შეხედეთ ბიჭო. ეს დარწმუნებული ვარო თბილისში ცხოვრობს, გავმაზავ რომ თბილისში ცხოვრობს ქირით თელ ოჯახთან ერთად, რაღაცა 15 კვადრატში და ეგ არის ძმაო ამისი მიღწევა რა, რომ ამ 15 კვადრატის ფულსა ვინ იხდის, აბა მე ვიხდი.
მაიცა ერთი მიშა ექიმს ჩაუწერო ვიდეო შენ ლაშაზერებს შვილო ტროკი დააყენე 40 წლის კაცი ხარ და დომენიკ ტორეტოსავით მანქანა ყავს ოღონდ Honda Fit 2006 წლიანი ვიზე იძახი ბიჭო ყვერიო ძღრენი გისვია ბიჭო სახეზე ძღრენიანი მანქანა ყავს ძღრენში ცხოვრობ ოჯახს მიხედე შვილო ოჯახს მიხედე და თუ გინდა ოჯახთან ერთად TikTok-ების და რაღაცების გადაღება ხალხს ნუაგინებ უსირცხვილო უთავმოყვარეო და უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ შენ როდესაც შენი ოჯახის ფოტოები და რაღაცები გიდევს აბსოლუტურად ყველაფერი და მე რომ მართლა ბოროტი ვიყო შენ რა იცი მე შენი ოჯახის ინფორმაციას როგორ გამოვიყენებ შეგოიმო შენ შეძღრენო შენ მიშა შე ბოროტო შენავე ყველასა რო ესე აქილიკებ მიჯვი შეყლეო და შენ ცხოვრებას მიხედე ბიჭო და შენ ოჯახს მიხედე თუ შენ ოჯახს აჭენებ ესე მიხედე შენ ოჯახს შეძღრენიანო დომინიკ ტორეტო შენ წადი გააჯვი Honda Fit-ზე რაღაც დისკები შეცვალე წადი ლეტნები დააყენე შე გამოსირებულო შენ ყლეა რა ტიპი რა აუ გადახედავ ტიპს და იმენა მეოჯახე კაცია რა რომ აუ ჩემი შვილი მიყვარს ჩემი მეუღლე მიყვარს და მე დგას და აქ აგინებს ხალხს შენ შვილო ყლე ხომ არ ხარ მართლა და მართლა მიჯვი შვილო და მიითესლე და ჩაეთესლე მაგ Honda Fit-ში და წადი იგაზავე რა 92-იანი ტროიკა გიდგება წადი სახლთან გისიგნალებს და დაუდექი ძმა და იგაზავეთ მოგსტყვნიათ კეთილები